ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში ამ სახელწოდების პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანს გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ევროპულ მოთხოვნილებებთან მაქსიმალურად მიახლოება წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი განხორციელების ვადა 21 თვეს მოიცავს. გარემოს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ესეთი გავლენების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს პოტენციური საფრთხეების შემცირება. საკანონმდებლო ბაზა არ არის ისე გამართული, რომ საშუალება მოგვცეს, რომ ეფექტურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ევროკავშირთან ასოცირება სხვა მრავალ პუნქტთან ერთად გვავალდებულებს, რომ ეს კანონმდებლობა იყოს გამტკიცებული. ევროკავშირი დგავს იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია საქართველოს ასოცირებისათვის ევროკავშირში. ანუ ყველა იმ რეგულაციების, იმ ინსტიტუციების მოწესრიგება, რომელიც იქნება ადეკვატური ევროკავშირის ინსტიტუტების. პროექტის მიზანია, რომ შეიმუშაოს ისეთი ღონისძიებები, ისეთი ინსტიტუციური და რეგულირების ისეთი ფორმები, რომელიც პრევენციას მოახდენს ამ ზეგავლენის.